დილამშვიდობის გოგოებო როგორ ხართ? მოგესალმებით. ესე იგი მჩია. ეხლა ნიკასთვის შევწვი კვერცხი და არ შემიძლია რა დილის ჭამა. დამშია. ისევ ბანანი. მაგრამ მაგარია ესეც. რაღაცნაირად ვარ რა. დამშია, თანამშია. მოკლედ. ვიანავდები. დღეს თქვენ როგორ ხართ? როგორ მიხარია ამდენი რო ვართ? უამრავი ძალიან ბევრი კომენტარი მომივიდა დილის ვიდეოზე გუშინ და ძალიან მიხარია რომ ჩემ არხზე ეცულომება. ნუ ისეთებიც არიან, რა თქმა უნდა, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ. მაგრამ ძირითადად ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ და ერთმანეთს ვამხნევებთ. ცოტა შაქარი ჩავაფარო. ძალიან ხო და ეს ძალიან ახარებს. შემოვიდი არაფერი არ იყო გაიცო კვერცხი შევწვი და იქიდან გამოვიტანე ჭიქები. იქით ოთახიდან ვიცხოვროთ როგორც ჩვენ გვინდა ისე. ეხლა იმაზე მეჩხუბებიან კომენტარებს რატო არ აქვეყნებ, ჩემი არხია და მინდა გამოვაქვეყნებ, მინდა არ გამოვაქვეყნებ. კი ბატონო. დავიანთი შხამი უნდა გამოაჩინო. არ სიამოვნებ თუ არ ჩანს. ეს ძინავს. შეიძლება დღე რა თქმა უნდა იქნება დაბლა. ძალიან კარგი უბანი გვაქვს გოგოებო. თორე რა თქმა უნდა არ ჩავუშვებდი ხოლმე. ძალიან მომწონს ჩვენი უბანი, დაბლა რა სიტუაციაც არის, ამიტომ უშვებ ბავშვს. თორე თქვენ ხო იცით რომ მე არ გავუშვებდი, რომ არ მომწონდეს სიტუაცია დაბლა. ზოგჯერ მე ჩავდივარ გუშინ, დია ძალიან დიდი ხანი იყო მათესთან ერთად დაბლა და რა ვიცი, სახლში უბრალოდ ვერ გააჩერებ მათეს და არც მინდა რომ სახლში იყოს და ტელეფონში იყოს ჩამოძრალი, საერთოდ არ მინდა. ამიტომ მიხარია რომ ესე კარგად რიგდებიან ბავშვები. ძალიან მიხარია. თელი ზაფხული ეხლა მათ ეს რა გააჩერებს სახლში, დასამով. ტელეფონზე ერთობა, ანუ ცოტა ხანი. ძალიან სწინდება რა. ურჩევნია ბავშვებთან დაბლა ყოფნა. და მეც ვფიქრობ, რომ ასე ჯობია.
მოვედი. ხიდის თავში გოგოებო იყო ერთი ბავშვი მარტო და ფაქტიურად მათე რაღაცნაირად ძალიან მოწყენილი იყო ხოლმე რა. არ იცოდა ბავშვმა ეზოში, მარტო ეზო კიდე კაი ჰქონდა და ეზოში რაღაცებს აკეთებდა, მაგრამ ბავშვებთან უნდა ხო ერია. და ერთი ბავშვი იყო მარტო, ისიც მათზე პატარა იყო, ბიჭი. ჩვენ უბანში. დაუჭირდა. ბინაში კიდე სადაც ცხოვრობდით. აქ როგორი სიტუაციაც არის, რომ გეუბნებით, რომ მომწავს მეთქი რა, აქაური სიტუაცია დაბლა. ბავშვები, მშობლები ძალიან მომწონს ყველა. იქ არ გავწყვეტ. იქ არ იყო ესეთი სიტუაცია. იმდომაც წავით, გავყიდი ჯერ ვიწროთაც ვიყავით და მაგიტოც. რომ ძალიან პატარა სახლი იყო, 38 კვადრატი და მარტო ეს ზალა არის, მე მგონი 30 კვადრატი და ძალიან პატარა იყო. და თან სიტუაცია იყო ძალიან ცუდი, ვერ გაივლიდი ესე იგი დაბლა. ამიტომ აქ ყველაზე კარგად არიან ჩემი შვილები. აი მარტო მაგიტო ღირდა გადმოსვლა. ორივე. მე ზოგჯერ მომენატრება ხოლმე გორი, გოგოებო ეხლა. როგორ გითხრათ თუ არ მინატრება, მინატრება. მომენატრება ხოლმე ძალიან გორი. იქ გავიზარდე და მაგრამ ჩემი შვილები სადაც კარგად არიან, უკან ვერ დავაბრუნებ ნამდვილად. მე იქ ვიქნები. იმ ადგილს შევეგუები. ათამდე მაგ ინტერნეტი მგონი გადახდენი. დღეს რა რიცხვია? 6 მგონი ხო? სადაც გაიზარდე და ბავშვობა სადაც გაატარე, ის ადგილი რა თქმა უნდა მოგენატრება. მოგინდება.
მაგრამ ჩემ პირობებში მე რა შემეძლო გამიკეთა მოგონება ეს იყო მაქსიმუმი საუკეთესო გადაწყვეტილება რომ აქ ჩამოვიდი თბილისში არ ვიცი მომავალში როგორ იქნება სად ვიცხოვრებ თუ აქ ვიცხოვრებ ბოლომდე შეიძლება გადავიდე კიდე ისევ სადმე ან უშუალოდ სხვაგან წავიდე ხო უცხოეთში წავიდე არ ვიცი ეგ ყველაფერი მაგრამ დღესდღეობით როგორც ვარ სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის ეს ძალიან დაგვიდნენ ბოლომდე ჩავიდა თითქმის ეს თეთრი ვარდისფერი გვაქვს ჯერ კიდე რამდენიმე კომენტარს ამოვიკითხავ მივყვები და რამდენიმე ამოვიკითხავ. ლეილა მომწერა ჟანიკო არ იდარდო და არც გაბრაზდა ჩემო გოგო ისედაც ცხოვრებაში იმდენი საფიქრები გვაქვს მაგეთი ნეგატიული ადამიანები გაუშვი პასუხიც არ გასცე გემრიელად მიირთვით ხო მართალი ხარ ლეილა მართალი მაგრამ ზოგჯერ ვერ ვახერხებ მაგას მე ეს ჩემი ბრალია ვერ გავიზარდე მანდამდე ერთი არ იყო თან და მაგიტო როცა ერთია ხოლმე იმას არც ვახსენებ ან ორი და ნუ შემოსევას ავით როცა იყო ეხლა და მართალია იქ არ ჩანდა იმიტომ რომ შხამებს შხამიან და ღვაწლიან კომენტარებს არ ვაქვეყნებ მაგალითად მიჩხუბებიან გამოვაქვეყნებო ხო უნდა ჩანდეს ახლა უკვე არ ვაქვეყნებ და არ ვაქვეყნებ უკვე გასდებიან ისია და 1 და 1000 რა აზრია ხო ახლა რო ვფიქრობ არა მივაქციო ყურადღება იმასაც მართალი ხარ საერთოდ პასუხის დღესაც არ მაჩვენე რომ მით უმეტეს რომ აი გამოჩნდა რომ რამდენი ვართ რომ ერთნაირად ვფიქრობთ და მე მართალი ვთქვი ძალიან ბევრი ვართ რატომ უნდა დავიტანჯო ხო სამსახურში თავი რატომ ამიტომ ესე ვიგივე და იგივე ვილაპარაკო მაგრამ ნუ გუშინდელი თემა ირმამბულები ნატალი მომწერა შეგერგოთ არ მიაქციო ყურადღება ენაძვალი არ აქვსო მართალი ხარ ერთი წლის წინ ჩემი მეუღლე მუშაობდა ისე ნატალი მწერს კიო ძალიან რთული სიტუაციებია დაცვაში იყო ეცოდებოდა ყველა ამბობდაო სულ რთულიაო ვერ შედებიანო დიდხანსო ვერ უძლებენო ძალიან დაკრიტულები არიანო მართლა საქართველოს არც ერთი ქსელური მაღაზია არ ექვემდებარება სტანდარტებს ხალხს მონებივით ექცევიან არ აქვთ არანაირი პირობა რომ ადამიანად იგრძნო თავი ყველა უფლება წართმეული აქვთ
კი, აბსოლუტურად მართალი ხარ. ქსელურ მაღაზიაში მუშაობენ. მონები უბრალოდ მონებივით ამუშავებენ. კი, გეთახმებით. ეს მტკივნეულია, იმიტომ რომ მე ჩემ თავზე გამოვცადე ჩემთვის. კი, რთულია და დაუფასებელია. ერთი გოგო ვაზის უბანში რომ მუშაობდი, მოვიდა 3 დღე უნდა ყოფილიყო, რომ მეორე დღესვე წავიდა, ანუ სტაჟირება რო გაევლო, 3 დღე ვერ გასცლო. ერთი დღე მოვიდა და всё, წავიდა. კი, რთულია დაუფასებელია, მაგრამ მეტი გზა რომ არ არის, იტანენ ჯაფას. მუშაობენ. ვიღაც იმუშავებს, ვიღაც ვერ. ხო? ვერ შევძელი მე ალბათ არ მაქვს მაგისი ჯანმრთელობა, არ ვიცი, არ მაქვს, იმიტომ რომ ფიზიკურად ახლა გული არ წამივიდა, მაგრამ ძალიან მაგრად გადავიღალე. ზუსტად იმიტომ ვთქვი, იმიტომ მოვიყვანე. ის წარსული გავიხსენე. მაგიტომ რომ ეხლა ვგრძნო გოგოებო, რომ დავისვენ, 1 წელი გავიდა. 1 წელი. მიხედე შენ საქმეს თამარა, ეს გუშინაც რო გითხარით. მიხედე შენ საქმეს, როგორც შენ გინდა, როგორც გაგიხარდება, ღიზიანდებიან შურიანი ადამიანები, თავებისთვის რომ ვერ მოუვლიათ, დაუგრძელებიათ ენები და ზურგს იფხანენ, დაიკიდე ჟანო. მართალია. ყველა ჩვენ საქმეს მივხედოთ. ყველაზე კარგი ეს არის. კი. ჩემი დედამთილისნაირი ადამიანი მეორე არ შემხვედრია. დედამიწის ზურგზე არ აინტერესებდა არაფერი არავინ. მარტო თავის ოჯახით იყო დაკავებული, მუშაობდა სულ მუშაობდა. ბოლოს აღარ გავთხოვდი თუ არა, იქიდან მე სულ ვეხმარები ჩემ ოჯახს და სულ რაღაცას ვაკეთებ, სულ ფუსებ და ჩემი საქმე მაქვს, მივდებ ჩემ გზას და ამაზე კარგი არაფერი არ არის მართლა გოგოებო, რომ მივხედოთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენ გზას და ვიაროთ წინ. და თუ შეგვიძლია რომ ერთმანეთს ხარში ამოვუდგეთ, გვერდში დავუდგეთ, გავამხნეოთ, ჩემი არხი მაგას ემსახურება. მე ჩემს მაყურებელს, ჩემს გოგოებს, ვისაც მოსწონს ეს ყველაფერი, ყოველ დღე მოვდივარ და ვამხნევებთ ერთმანეთს. მე ვიდეოს ვიღებ და ეს მოდის თქვენამდე და თქვენგან ვიღებ კომენტარებს, რომლებიც ძალიან მეხმარება, მახარებს და ფაქტიურად ამ ყველაფრის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია ცხოვრება. ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი. და მივდებ ამ ჩემ გზას. ადვილი არ არის. და ადვილი არც ერთი საქმე არ არის. რომელი საქმე არის ადვილი? უარესებიც არსებობს. უარესებიც არსებობს, მაგაზე იყო ზუსტად ლაპარაკი, ხო? წინა ვიდეოებში.
მან რამდენ საქმესაც აკეთებენ გოგოები 5000 ლარი მაინც უნდა იყოს ხელფასი. რა თქვა მაინც რომ აი ხელფასი მაინც მაგ და არა უშავს ახლა კი ვიღლები ძალიან ვიღლები რომ მოვდიოდი ისეთი დაღლილი ვიყავი ხოლმე რომ აი ვერ აგიხსნით რა ვიღლები მაგრამ მიღირს მაინც იმიტომ რომ ბოლო შემიძლია მაინც რომ ჩემ თავს მივხედო რა ან დასასვენებლად წავიდე მაგ ფულით ავიღო იყო ხოლმე დეიოფები და შემეძლოს რომ საჭირო არის ნამდვილად როცა ეგეთ სამსახურში მუშაობ თვეში ერთხელ მაინც გავივიდე და დავისვენე ხო მაგის საშუალება მაინც მქონდეს და ეგეც რო არ არის თან ისეთია უკვე რა ფაქტიურად დაუფასებელია ეგ შრომა მოჩა ამაზე ახლა ალბათ კომენტარების ამოკითხვა მინდოდა თქვენი და აღარ ვილაპარაკებ ამ თემაზე. დაიხურა. მაგრამ სათქმელი ითქვა და რაც უფრო მეტი ადამიანი ამოვიღებთ ხოლმე ხმას და თვას არ დავხუჭავთ რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში. მით უკეთეს. მაგრამ ზოგიერთები ცდილობენ რომ არ ვიცი რატო სიმართლეს მხარი არ დაუჭირონ. წავედი გოგოებო, წავედი და კოცნით და დროებით ვიმშვიდობ.